მოგესალმებით. საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენ შევქმნით ზღაპრის გმირების დაცვის ორგანიზაცია, ვინაიდან ეროვნულ საგანძურს და საზოგადო მოღვაწეებს უკვე გამოუჩნდა დამცველები, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ დავიცვათ ქართული ზღაპრები და ზღაპრის გმირები. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ქართული ზღაპრების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ. და მზად ვართ ამის გამო ციხეში წავიდეთ. ჩვენ დავიცავთ 100 ფურცელას 100-ვე ფურცელს. ჩვენ დავიცავთ 5 კუნჭულას 5-ვე კუნჭულს და ჩვენ დავიცავთ ნახევარქათაბას 1 ნახევარქათაბსაც და მეორე ნახევარქათაბსაც. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაილახება ყველა მშობელი, რომელიც ზღაპრის მოყოლის დროს აუგად მოიხსენიებს რომელიმე ზღაპრის გმირს. ეს არ არის ძალადობის შემცველი მუქარა, ეს არის ზღაპრის დაცვის ეროვნული პოლიტიკა. სხვადასხვა ჩვენი პირველი кейსი იქნება ჩიტის საქმე. თავაზობთ ლექსის დედას. ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, მაღლა შევდე გამხმარიყო, ჩამოვიღე დამბალიყო. დიდ ქვაფში არ ეტეოდა, პატარაში ლაღათიყო. 100-მა კაცმა ვერ შეჭამა, ერთმა კაცმა ლუკმა დიდო. ხოდავეზებთ იმ კაცს, ვინც ეს გაუბედურებული ჩიტი შეჭამა და ლუკმა დიგდო, რითაც შელახა ჩიტის ხსოვნა და ღირსება. ასევე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არავინ გაბედოს და ნაცარქექიას უსაქმური უწოდოს. ნაცარქექი არის ქართველი უსაქმური ვაჟკაცების სახე, რომლებაც უზარმაზარი დევი გააბიტურეს. ასე რომ ჩვენ მის მასხრად აგდებას არავის შევარჩენთ. ნაცარქექია ნამდვილი გმირია. ასევე მთავრობას მოუწოდებთ, რომ კომპლეს მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება, რადგან არათანაბარ ბრძოლაში მან იხსნა თავისი ცხვრები. შესაბამისად ჩვენ დავიცავთ კომპლეს ინტერესებს და არც ერთ მგელს არ მივცემთ უფლებას შეუჭამოს მას ცხვრები, ხოლო რაც შეეხება ანიმაციურ ფილმ კომპლეს, იქ პირიქით კომპლეს დავშით, რადგან მან სცემა ბატონი, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სრულად საქართველოს სათავად ალაზნაუროს და შეელახა მათი ღირსება. სხვადასხვა სოციქსელებში უკვე ვრცელდება უარყოფითი კომენტარები კონკრეტულ ზღაპრის გმირებზე. დამცინავი კომენტარები გვხვდება თერձ ბესოზე. ადამიანმა ცა მოკერა და მერე უთო შემოატარაო. აი, თერձ ბესოს არავის შეეხოს, ბიჭო, თორე უთოთი და გაუთოვებთ, იცოდე. აკაცუკები არისვენებენ და 5 კუნჭულას სიმაღლის გამო დასცინიან. თუ ამ დისკრიმინაციას სახელმწიფო დროულად არ აყვეც, ჩვენ პატარა ძმის უფლებებს ჩვენ დავიცავთ. აბა? თუნდაც ციხეში მოგვიწიოს წასვლა. თუნდაც. უწმინდურებო, ძალიან კი გინდათ ამ ქვეყანაში მუჭა ნახევარას მაგივრად ვიღაცა deep state-ის მიერ შექმნილი პროპელერიანმა კარსოლმა იპარპაშოს, მაგრამ მაგას ვერ მოესწრებით. ასევე კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დაცვის არეალში შედის ბატონი ლადო ბოჟაძის დაცვაც, რადგან ის ძალიან გავს ზღაპრის პერსონაჟს ბომბორას. აქვე მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ვინც ისურვებს ჩვენთან გაწევრიანებას, მოდით ხალხო და დადეკით ისტორიის ნათელ მხარეს და ჩვენ გპირდებით, რომ გექნებათ ლხინი და ფქვილი, რადგან ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. მოკლედ, კარგად და საკაიფოდ ვიქნებით. მეგობრებო, ამ წუთას შემატყობინეს, რომ 100 ფურცელას ვიღაცამ დედაში აგინა. რას მერაო? ამ წამს შემატყობინეს, რომ 100 ფურცელას ვიღაცამ დედაში აგინა, ამიტომ გავდივართ ველზე, სამუშაოთ, რომ მივხედოთ იცოდეთ ციხეში წავალთ ჩვენ ამ. ეს საათი დამიკრავე, არ გამიტყდეს. 100 ფურცელას ხალხო, ეროვნულ გმირს. როგორც თქვენ, მაგ კარგად არის. საი, აკადი გითხოთ ხუთი. საი კაც არ უნდა იყოს იქ. გასულა დავალეწე გვერდები. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.